გერმანია სამხედრო სამსახურის მოდელს მნიშვნელოვნად ანახლებს, რითაც ცდილობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამჟამად ბუნდესვერს დაახლოებით 182,000 სამხედრო ჰყავს. ახალი მოდელი მიზნად ისახავს ამ რიცხვის 20,000-ით გაზრდას მომდევნო წლის განმავლობაში, ხოლო 10 წლების ვადაში პერსონალის რაოდენობამ 260,000 უნდა მიაღწიოს. ამას დაემატება დაახლოებით 200,000 რეზერვისტი. ცვლილებების თანახმად 2026 წლის 1 იანვრიდან ყველა 18 წელს მიღწეული და გადაცილებული მამაკაცი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს პოტენციურ სამხედრო სამსახურში. დაახლოებით 700,000 ახალგაზრდას, რომლებიც 2008 წელს ან მოგვიანებით არიან დაბადებულნი, შესაბამისი უწყებები უშუალოდ დაუკავშირდებიან რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად. ახალი კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ სხვა პროცედურებსაც. ყველა სრულწლოვანი მამაკაცი ვალდებულია შეავსოს კითხვარი, სადაც მიუთითებს საკუთარ მზადყოფნას სამხედრო სამსახურისთვის. აუცილებელი ხდება სამედიცინო შემოწმება, რათა განისაზღვროს მათი ფიზიკური შესაძლებლობები. მომდევნო წლიდან კითხვარი გაეგზავნებათ ასევე 18 წლის ასაკის ქალებსაც, თუმცა მათთვის კითხვარის შევსება ნებაყოფლობითი იქნება. 2027 წლის ივლისიდან კი სამედიცინო შემოწმება 18 წლის ყველა მამაკაცისთვის გახდება სავალდებულო. მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, ამ დროისთვის გერმანიაში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობით ირჩება. თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ წახალისებისა და პირობების გაუმჯობესების ფონზე ეს საკმარისად ეფექტური მოდელია. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ნებაყოფლობით სამსახურზე. ჩვენ ვქმნით მიმზიდველ სამსახურს. წვრთნა იცვლება, ანაზღაურება იცვლება, ის ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. დრონების წვრთნამდეც კი. საერთო ჯამში სამხედრო სამსახურის სრულიად ახალი იმიჯი ყალიბდება და უკვე დაიწყო ჩამოყალიბება. ცივი ომის დასრულების შემდეგ გერმანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო ხარჯები, ხოლო სავალდებულო გაწევა 2011 წელს შეჩერდა. თუმცა დღეს უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს ფონზე ბერლინი მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალების გაძლიერება აუცილებელია. გერმანიის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ცვლილებების მიზანი არა მხოლოდ სამხედროების რაოდენობრივი ზრდა, არამედ არმიის ხარისხობრივი გარდაქმნაცაა. ქვეყანას სურს სამხედრო სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიურად აწყობილი და მომხიბვლელი მოდელის შექმნა, რომელიც ახალგაზრდებისთვის რეალისტურ და ღირებულ არჩევანად იქცევა.